ეთერში კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ირაკლი ყობახიძემ ხაზი გაუსვა მამუკა მდინარაძის კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს. მამუკა მდინარაძემ კი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ბრძოლის პროცესში უწყების როლზე გაამახვილა ყურადღება. გაწეული საქმიანობისთვის პრემიერმა მადლობა გადაუხადა სუსის ყოფილ უფროსს ანდრე ოხანაშვილს. დეტალებით შოთა ფალავადიშვილი უერთდება კურიერს, შოთა გისმენთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა უწყების თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. ირაკლი ყობახიძემ ისაუბრა მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებზე და ხედვაზე, რომელიც სჭირდება ქვეყანას და მის უსაფრთხოებას გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე. მან მდინარაძის, ასე ვთქვათ, პროფესიულ თვისებებსაც გაუსვა ხაზი და ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ უფროსს გაწეული სამსახურისათვის. თავად მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ თანამშრომლებთან საკუთარი კრედო განმარტა და ისაუბრა იმ მიზნებზე, რომელიც მას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ექნება. მამუკა მდინარაძის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, ძლიერი სპეცსამსახური, სუვერენიტეტის დაცვა ეს იქნება მთავარი პრიორიტეტები და ამ მიზნების მისაღწევად ის ყველაფრის გაკეთებას აპირებს, მათ შორის საკუთარი როგორც პროფესიული, ისე პოლიტიკური გამოცდილების გამოყენებას. უწყების თანამშრომლებს დაეშვიდობა ანდრე ოხანაშვილიც, რომელმაც საკმაოდ ვრცლად ისაუბრა სუსის ახალ უფროსზე, გაიხსენა ის 8 წლიანი გამოცდილება, რომელიც მათ ერთად დაუგროვდათ საპარლამენტო საქმიანობის დროს და მამუკა მდინარაძე როგორც პროფესიონალი დაახასიათა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტმა მხარი დღეს დაუჭირა და შესაბამისად მამუკა მდინარაძე პოსტზე თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება სწორედ დღეიდან დაიწყებს. მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი მამუკა მდინარაძე, ადამიანი რომელსაც პრინციპის წარგენა არ სჭირდება. თქვენ იცით, რომ ეს მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ჩვენი მმართველი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და სხვადასხვა მიმართულებით ის წარმატებით უზრუნველყოფდა წინსვლას განვითარებას. მნიშვნელოვანი წვლილი შექონდა მას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მისი უსაფრთხოების განმტკიცებაში. ეს წლების მანძილზე წარმატებით საქმიანობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში და შესაბამისად აქვს ზუსტად იმ პროფილის გამოცდილება, რაც მას ძალიან დაეხმარება ამ სამსახურის წარმატებულ ხელმძღვანელობაში. წლების შემდეგ თუ მე ვიტყვი, რომ მინიმუმ ნორმალურად მოვემსახურე ჩემ ქვეყანას და იმ სამსახურს, სადაც მე ლეგიტიმაცია მომცა პარლამენტმა, გუნდმა, ლიდერებმა, იქნება შედეგი, რომ თქვენ თითოეულმა თქვენგანმა და იმ ადამიანებმა, ვინც აქ არ არიან, კიდევ უფრო მეტად იამაყოთ იმ საქმეს, რასაც აკეთებთ. ჩვენი ქვეყანა დღეს წარმატებით ცდილობს, რომ სოფლიო რუკაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს. თუ ჩვენი სამსახური ამ საქმეში შესაბამის ადგილას არ დადგა, ეს მცდელობა ღმერთმა დაგვიფაროს და შეიძლება ფუჭი იყოს. რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რასაც ბატონი ირაკლი ყობახიძე და სხვები ამ ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა ცდილობს და ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ, ამას სჭირდება განმტკიცება და ამ განმტკიცების საქმეში არც ერთ უწყებას, არც ერთ სამსახურს ისეთი როლი არ აქვს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ბატონ მამუკასთან ერთად ჩვენ მრავალი წელია მოვდივართ საპარლამენტო ცხოვრებაში. ჩვენ მხარ და მხარ ყველაზე რთულ სიტუაციებში მოგვიწია მუშაობა და ჩვენ ყოველთვის ყველა რთული სიტუაციიდან გამოვდიოდით ღირსეულად. ორმაგად მახარებს, რომ ბატონი მამუკა არის არჩეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა მისი თვისებით, ყველა მისი უნარით, პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით, რომელიც მან არაერთხელ დაადასტურა, ღირსეულად გაუძღვება თქვენთან ერთად ამ სამსახურს. კანონის თანახმად მამუკა მდინარაძე საქართველოს პარლამენტმა დღეს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. თანამდებობა კანონით 6 წლის ვადით არის განსაზღვრული. მამუკა მდინარაძეს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სამართალდამცავ ორგანოებში, ამავდროულად მრავალწლიანი პოლიტიკური საქმიანობის და საადვოკატო, ასე ვთქვათ, გამოცდილებაც. მდინარაძე არის სამართლის დოქტორი. ის უკვე დღეიდან 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობას შეასრულებს. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი თანამდებობაზე 6 წლის ვადი დაამტკიცა. მამუკა მდინარაძის კანდიდატურას 85 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სუსის ახალმა ხელმძღვანელმა არჩევის შემდეგ კომენტარი მედიასთან გააკეთა, ისაუბრა მთავარ გამოწვევებზე. მისი განცხადებით, ოკუპაცია და მისი თანამდებობის შედეგები, გარეჩარევები და პროვოკაციის საფრთხეები ქვეყნის შიგნით არის ის, რაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად აწუხებს. სუსის მოვალეობა კი მათ შორის ამ საფრთხეებთან გამკლავება. მისი თქმით, ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. დღეს ამ ქვეყანას ორი მთავარი გამოწვევა აქვს და აწუხებს. ერთი ოკუპაცია და მისი თანამდებობის შედეგები და ჩვენ ყველა პირობა უნდა შექმნათ იმისათვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და მეორე ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოკუპაციასთან ერთად გარეჩარევები, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხის დაცვა, გარეჩარევები და შესაბამისი პროვოკაციები. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში გარე დავალებების ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის თუ ევროს ხარჯვის პროპორციულად და პარალელურად გამუდმებული პროვოკაციები არსებობდა და ამ გამუდმებულ პროვოკაციებს ქვეყნის არევის მოწოდებებს თუ დავალებებს უნდა დაუპირისპიროთ ჩვენი მყარი პოზიცია, რომ უსაფრთხოების საკითხები თავის ადგილზეა და უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ გამართულად და პოლიტიკური კურსი, სწორი ქართული პოლიტიკური ეროვნული კურსი რაც არის, მისი შესატყვისი სამსახურის ფუნქციონირება უნდა იყოს. ეხლა ქვეყანა ძლიერი გინდოდეს და პოლიტიკური კურსი ქონდეს აბსოლუტურად მყარი ეროვნულ ინტერესებზე მორგებული და ამას ვერ აყვეს თავისი სიძლიერით ქვეყნის სპეცსამსახური წარმოუდგენელი, ამიტომ ჩემ პირად მთავარ გამოწვევად მივიჩნევ, რომ სპეცსამსახურები, ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციას ქართულ სახელმწიფოს აქვს. უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ანტიკორუფციულ მიმართულებას ასახელებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, რამდენიმე წელში კორუფცია სრულად აღმოფხრილი უნდა იყოს და ამისთვის რეალური ბრძოლაა საჭირო. იმდენად დიდია ფუნქციონალი თითოეული რგოლისა. აქ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანტიტერორისტული მიმართულება გვაქვს, სადაზვერვო მიმართულება გვაქვს, კოდდაზვერის მიმართულება გვაქვს, ანტიკორუფციული მიმართულება გვაქვს და ამ საკითხებს განზრახ და გამიზნულად ვუსვამ ხას, სადაც ჩვენ სერიოზული შედეგები უნდა გქონდეს, მაგალითად ანტიკორუფციული მიმართულებით. რამდენიმე წელიწადში პრაქტიკულად აღმოფხრილი ბოლომდე და არ ვაჭარბე. პრაქტიკულად ბოლომდე აღმოფხრილი უნდა იყოს ამ ქვეყანაში კორუფცია და ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და კორუფციული არანაირი გარიგების თანამონაწილე არც ერთ მომენტში არ იყო. ეს შესაძლებელია, ეს უნდა დაიჯერონ ადამიანებმა, ჩვენ ეს უნდა უზრუნველყოთ რეალური მოქმედებებით. არა ვთქვათ რაღაც ზედმეტი სიხისტით და რაღაც ისეთი მიდგომებით, ზედმეტად კაცრი და საჩვენებელი მიდგომებით, არამედ რეალური ბრძოლით კორუფციასთან. კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელი პარტიის, ჩვენ თუ სხვა პარტიის წარმომადგენლიც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, კორუფცია და მასთან ბრძოლა არის იქნება პრიორიტეტი, განსაკუთრებული პრიორიტეტი, ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება და ინდულგენცია ვერც ერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის. საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული სასწავლებელი გაიხსნება. სიახლე დღეს მამუკა მდინარაძემ დაანონსა. მისი განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროა სპეციალური ცოდნის მიღება, აუცილებელია სასწავლებლის არსებობა, რაზეც ის პირადად იზრუნებს. სიახლეს დაგიანონსებთ, რომ მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება შეიძლება თუ მას და ქვეყანას არ ექნება ამ უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზირებული სასწავლებელი.
მე არ ვსაუბრობ იმ ფორმით, რაც თქვათ, მაინდა-მაინც უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი თანამედროვე განახლებული, მოდიფიცირებული ვერსია, რომ სპეციალური ცოდნა მიიღონ უსაფრთხოების მომავალმა თანამშრომლებმა, აუცილებლად უნდა არსებობდეს და მე ამაზე აუცილებლად ვიზრუნებ. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაძლიერებული აუცილებლად ჭირდება. ამ ხალხს ჭირდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ თავისი პროფესიული საამაყო მოვალეობა შეასრულონ პირნათლად და ამისი შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არსებობდეს. ასევე კონკრეტული პროფესიული მიმართულებით გაძლიერება, შესაბამისი ტრენინგები, შესაბამისი დახვეწა თითოეული მიმართულებით. იმიტომ ჩვენ უნდა გქონდეს ძლიერი სპეცსამსახურები იმისათვის, რომ შესაბამისობაში რელევანტურები ვიყოთ იმ სერიოზულ მყარ კაფიო განაცხადთან მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ამაყი, თვითკმარი ქვეყანა და შესაბამისი სამსახურები თავის ფუნქციას პირნათლად ასრულებენ ამ სამსახურში. მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივა. ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს, რომელსაც ამ სამსახურში ვამუშავებ, ძალიან წარმატებით დარწმუნებული ვარ. კენჭისყრამდე მამუკა მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში დახურულ ფორმატში მოусმინეს, შემდეგ საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძეს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა. 85 მომხრენული წინააღმდეგი დადგენილება მიღებულია. ულოცავთ ბატონ მამუკას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. მინდა მადლობა გადაუხადო მას იმ საქმიანობისთვის, რომელიც მას საქართველოს 3 მოწვევის პარლამენტში აქვს გაწეული. მოყვარემაც და რაც მთავარია, მტრებმა ძალიან კარგად იციან თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში და ზუსტად ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და ჩვენი ქვეყნის მტრების საზიანოდ დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ კეთილდღეობის დისის ტემპები, რომელიც ჩვენ გვაქვს იმ რეგიონალურ გაურკვევლობებში და ტურბულენტობებში, რომელსაც საქართველო გადის. ამიტომ მამუკა მდინარაძეს უსურვებთ ისეთივე წარმატებას, როგორც წარმატებული პარლამენტის წევრის და უმრავლესობის ლიდერიც ის იყო. კიდევ ერთხელ ულოცავ მას ამ თანამდებობაზე არჩევას. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მამუკა მდინარაძეს ნდობა გამოუცხადა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გახდა. პარლამენტში მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლედ კი თორნიკე ფაღავა შედის. მისი სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ცნო. კიდევ ერთხელ მადლობა მამუკა მდინარაძეს, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის ლიდერის სახით და ფრაქციის თავმჯდომარის სახით განსაკუთრებულ როლს ასრულებდა და მინდა ამ ტრიბუნიდანაც ირაკლი კირცხალიას მიულოცო უმრავლესობის ლიდერად არჩევაზე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევა უსულო წარმატება. ანდრე ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სასამართლო ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის დამნაშავეცნო და 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 11 პირის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. დაკავებულებს პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. ეს მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა მუხლით, რომელიც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. ნანა გოგატაძე ჩაგორთვება ახლა სასამართლო გადაწყვეტილების დეტალებით. ნანა, ეთერში ხარ. დაახლოებით საათნახევრის წინ მოისმინა 11-მა დემონსტრანტმა მოსამართლის ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილება, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დაკავებულებმა ისარგებლეს საბოლოო სიტყვით 6-მა ბრალდებულმა თქვა საბოლოო სიტყვა, მათ ყურადღება გაამახვილეს და თქვეს ის, რომ არ აღიარებენ დანაშაულს და თქვეს, რომ არანაირი მტკიცებულება მათ წინააღმდეგ საქმეში არ დევს, პარალელურად მადლობა გადაუხადეს უფლებადამცველებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს გულშემატკივრობისა
და მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება გადაწყვეტილებას ნინო გალუსტაშვილის ვერდიქტის მიხედვით 11-ვე დაკავებულს ორ-ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა. ვიცით რომ თავდაპირველად გამოძიება პროკურატურა დაკავებულებს ედავებოდა ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას, თუმცა მსაჯულის გადაწყვეტილებით ეს მუხლი 225 მუხლი 226 მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 11-ვე დაკავებული გასამართლა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რამაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვია. ამ ვერდიქტით უკმაყოფილოა დაცვის მხარე, უფლებადამცველები ამტკიცებენ თავად ბრალდებულების და ახლა უკვე მსჯავრდებულების მსგავსად, რომ საქმეში არდევს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაადასტურებდა. შესაბამისად, უფლებადამცველები აპირებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრონ. რაც არ უნდა არარეალური იყოს, მაინც მოსამართლემ თავისი განაჩენით დატოვა ორგანიზატორების საქმეში, დატოვა ჯგუფურობა საქმეში, დატოვა მათთან კავშირი, ბრალდებულების ნაცნობობა და მათ შორის უკანონო მოქმედებები, რომლებიც მხოლოდ ძალადობრივი აღარ აღმოჩნდა და არის მხოლოდ წესრიგის დამრღვევი. ანდრე ჭიჭინაძის მოქმედების შედეგად არავინ დაზიანებულ, არავის საფრთხე არ შექმნია და მეტიც ეს ვიდეო კადრები არის დამონტაჟებული, რადგანაც ამოჭრილი არის სავარაუდოდ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული უკანონო მოქმედებები. ძალიან სამწუხაროა, რომ სამართლომ მიიღო ამ დაგაბარი გადაწყვეტილება, თუმცა რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც 4 წლიდან იწყებოდა ბრალდებულების თქვათ სასჯელი, შესაძლოა თვითონ ფიქრობენ, რომ ეს იყო კარგი გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავამტკიცოთ, რომ მაგალითად ჩემი დაცვის ყოფს და ასევე სხვა ბრალდებულებს, ვალერი თეთრაშვილს არ ჩაუდენიათ ბრალად შერაცხული იმ დაგვარი ქმედება, რაზეც ისინი ჯერ პირველად პროკურატურამ დაიჭირა და შემდგომ სასამართლომ გაასამართლა. ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში გეგმავს სახელმწიფო ბრალდებაც. პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა წერილობითი განცხადება და ამ განცხადებაში წერია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 11-ვე დაკავებული მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ ძალადობაში. პარალელურად პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო ჩანაწერები, რომელიც 11 დემონსტრანტის საქმეში მთავარ მტკიცებულებებად დევს. ამ ვიდეო ჩანაწერებში ჩანან დაკავებულები, ჩანს დაკავებულები, რომლებიც ისვრიან პიროტექნიკას და ქვებს სამართალდამცველების მისამართით. საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობად გადაუკვალიფიცირა და 11 პირი დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დაადგინდა, რომ აქციების მიმდინარეობის დროს ბრალდებულებმა მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში. პროკურატურამ 11 პირის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა წარუდგინა. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 9-თვიანი სამართლებრივი დავა დასრულებულია. 11-ვე დაკავებულს ორ-ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის და ბრალდების მხარეები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის ვერდიქტს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ნიკა კაცია მოსამართლემ უდანაშაულო ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადა. მანამდე კაციან დასკვნითი სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. კაცია სამართალდამცველებმა 7 დეკემბერს დააკავეს, მას ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უბადო პატიმრობას ითვალისწინებს. კოალიცია ცვლილებისთვის წევრი საბას ხვითარიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის ჯანმრთელობის განზრახვის სუბუქ დაზიანებაში. მოსამართლე ჯვებენ აჭრებია მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე ხვითარიძემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. განცხადება გავრცელა პროკურატურამ. ტექსტის მიხედვით მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 4 დეკემბერს სასტუმრო მარიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა მირიან ქავთარაძეს თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი. განხილვის ეტაპზე
მიხეილაძე სხუტარიძეს ბრალდება დაუზუსტ და 120 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. საკალათო სასამართლოში IDF-ის ხელმძღვანელის გიორგი კლდიაშვილის გამოკითხვა დასრულდა. ის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, რადგან მან პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა. მანამდე სასამართლოში იმყოფებოდა სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელი. ნინო დოლიძემ გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა. 7 ორგანიზაციის ანგარიშები გასულ კვირას დააყადაღეს. არანაირი კავშირი იმ ბრალდებასთან, რაც რის გამოც ორგანიზაცია გააჩერეს და რის გამოც მე დღეს ახლა ვიყავი გამოკითხვაზე, არ აქვს შესაბამისობა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობასთან. ჩარიცხული თანხები რაშიც იხარჯება, ამაზე ანგარიშებს ვაწვდით ჩვეულებრივად დონორებს ახლა. რას ვიყიდით ოფისის საჭიროებისთვის, ეგეთ დეტალებს არავინ არ კითხულობს და არც არავის საქმე არ არის. გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის ცდილობისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებისა და მატერიალური მხარდაჭერის ფაქტზე 2024 წლის აქციების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, გამოყენებული იყო სხვადასხვა აალებადი საშუალება, ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები, ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა ასევე ფინანსურ წახალისება სამართალდამღები პირების მიმართ ჯარიმების გადახდას, რამაც მიიღო პერმანენტული ხასიათი და მსგავსი ტიპის წახალისებამ საფუძველი დაუდო იმას, რომ საზოგადოებრივი წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები გამძაფრებული იქნა და უფრო მეტი რაოდენობით იქნა ჩადენილი. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სხვადასხვა პირებს შეძენილი აქვს სხვადასხვა ნივთები, აირწინაღები, მაგალითად შეძენილი არის წიწაკის სპრეი, ასევე გადახდილი არის ჯარიმები სამართალდამღები პირების მიმართ. სწორედ აი ამის ირგვლივ იკითხებიან ეს პირები, რა მიზნით და რატომ ხდებოდა ორგანიზებული მსგავსი ქმედებების განხორციელება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროს ჟურნალისტებმა დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზეც კითხეს, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს. მამუკა მდინარეძის განცხადებით ტურბულენციის მცდელობები იქნება, თუმცა სუსის ფუნქცია ამის თავიდან აცილება. ლევან ხაბეიშვილი 4 ოქტომბრის რევოლუციაზე საუბრობს, მორიგი განცხადება მან ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა. იცით რა მშვიდობიანად დავამხობთ. 4-ში ქართველი ხალხის გამარჯვების დღე ახლოვდებოდა და მიიღებს მრისხანებას. შემიძლია თუ არ რისკზე წავიდეთ, წავალ, წავსულვარ და უკან არაფერზე აღარ დადგა დრო, რომ ჩვენ გამოვუტანოთ განაცხადება. 9 ოქტომბრიდან ვინ ვის დაიჭერს მაგასაც ვაღად. 4 ოქტომბერს ეს არ არის აქცია. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ჩვენ საქმე გავაკეთოთ. უნდა მორჩეთ ეს. შევისრულთავთ იმ ყველა პოლიციელს ჩვენში და მე უკვე თავის თავს დააბრალო. მშვიდობიანი დამხობა როგორი ტერმინია, იცით, რა მოვიგონო, არ ვიცი. კეთილი სააკაშვილი დაახლოებით ესეთი ოქსიმორონია. არ შეიძლება სერიოზულად ასეთი ხალხის და ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება. ეს არ არის დღეს გამოწვევა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აწუხებს. ერთადერთი მართლაც პატარა ტურბულენციას შეეცდებიან და უკვე ჩვენი სამსახური შემიძლია უკვე თამამად ვილაპარაკო მის ხელმძღვანელის პოზიციიდან იმისთვის არის, რომ ასეთი პატარ-პატარა ტურბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს. აქ არ არის იმის საფრთხე, რომ რაღაცა სერიოზული გაგრძელება შეიძლება კონდეს. აქ არის საფრთხე მაქსიმუმ იმისა, რომ არ დააზიანონ მცირედით ეკონომიკა, ადამიანები არ გაანერვიულონ. იმის იქით ჯერთი დამხობა სიტყვა, მათი მოწოდება არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს, იმიტომ რომ დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს. მე ყურადღებას ამას იმდენად, რა თქმა უნდა, მივაქცევდი, მაგრამ იმდენად არ მივაქცევდი, როგორც იურისტი ამ შემთხვევაში, როგორც ამ ხალხის სხვა განცხადებებს, სადაც უფრო აშკარად შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები. აქედან გამომდინარე, ეს უკვე სამომავლო საქმეა, ჩვენ რაიმე გადაჭარბებულ შეფასებებს ამ მიმართულებით კვალიფიკაციებთან დაკავშირებით არ ვაპირებთ, თუმცა ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას იმისათვის, რომ სახელმწიფო იფუნქციონიროს გამართულად და ვიღაცას არ კონდეს საშუალება ამ პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს.
საქართველოს საკითხზე ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას გამართავს. ინფორმაცია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მოხსენებლები სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და ლუკ კოფი იქნებიან. განსახილველი საკითხია საქართველოს მხრიდან ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან, რის გამოც კომისია ქართულ ოცნებას მწვავედ აკრიტიკებს. მართო გუნჩი სვამენ კითხვას, რა იმალება რეალურად შტატების ჰელსინკის კომისიის პრეტენზიების მიღმა და არის თუ არა ამერიკისთვის მთავარი პრობლემა საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ქართული ოცნება აღრმავებს ურთიერთობებს ჩინეთთან და ამერიკის მოწინააღმდეგე სხვა ქვეყნებთან. ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ დაასუსტა საქართველოს ინსტიტუტები და კიდევ უფრო მეტად დააზიანა ქვეყნის სუვერენიტეტი ჩინური ინვესტიციების მოზიდვით. ამავდროულად დააბლოკა ამერიკული კომპანიების ჩართვა შუა დერეფნის ვაჭრობაში და ხელი შეუშალა ცენტრალური აზიის იშვიათ წიაღისეულზე მათ წვდომას. ეს ყველაფერი ქმნის სერიოზულ და მყისიერ საფრთხეს რეგიონში ამერიკის ინტერესებისთვის. პრეტენზიების მიღმა არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინტერესი, პოლიტიკური დღისწესრიგი. არავის საქმე არ არის და მით უმეტეს ვიღაც ჯოვინსოვის საქმე არ არის. საქართველოს რა ნაბიჯებს გადადგავს, ვისთან ითანამშრომლებს, საქართველოს ხელისუფლება ზოგადად ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, რაც არის მის ინტერესებში, კონკრეტულ დროის, კონკრეტულ მონაკვეთში, მის ინტერესებში, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ეკონომიკური სიძლიერის დაგროვებაზე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი. ყველა ვინც ამას შეეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება ფაქტობრივად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნებს და ეკონომიკური სიძლიერის მიზნებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქამდეც იყო და მომავალში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ბევრი შეეწინააღმდეგება სწორედ იმას, რომ ქვეყანა გაძლიერდეს შიგნით თუ გარეთ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ის რასაც დავპირდით მოსახლეობას, ეს ორი მთავარი ეროვნული ინტერესი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის გაძლიერება, ეს ჩვენ პინათლად შევასრულებთ. ადამიანები ჩამოთვალეთ, ჩვეულებრივ აგენტურის წარმომადგენლები არიან და ვიცით ეს ყველა. არა მხოლოდ ჩვენ, თემო საქართველოს მიცის, ხო, ვინ არის აგენტურა და რას წარმოადგენენ და რას და ვის ებრძვიან, ხო? რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, სტრატეგიული ურთიერთობა ამ ქვეყანასთან ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხედავთ სოფლიოს სხვა ქვეყნები ყველა მიისწრაფის, რომ ჩინეთთან მქონდეს ახლო მეგობრული ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ყველაფერს გააკეთებს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ეკონომიკები. ვფიქრობ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ზოგადად განცხადებებს, რა თქმა უნდა, აღნიშნული განცხადებები დაფუძნებულია ტყუილზე, შეიცავს სიცრუეს, ცილისამებას, იმიტომ რომ აი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა თუნდაც გამოაქვეყნა წერილი თუ რა არის ჩვენი სულისკვეთება და რა არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ურთიერთობები აღდგეს და ურთიერთობები დავიწყოთ ახალი კურსით. პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. სპეციალური დადგენილება 85 ხმით მიიღეს. ამით კომისიის დასკვნა პარლამენტის დოკუმენტად იქცა. განხილული ინფორმაციის მოყოლილი ფაქტების და მოწმობის ჩვენებების საფუძველზე პარლამენტი ადგენს, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს ადგილი ჰქონდა წამებას და არა ადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, პირადი ცხოვრების ხელყოფას, კორუფციის, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებს. ასევე მედიის თავისუფლების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს. დასკვნის საფუძველზე მომზადდება სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება. საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას, კორუფციის, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს. ამის საფუძველზე მომზადდება ძალიან არი და საფუძვლიანი სარჩელი, რომელიც წავა საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც დაანონსებული გვაქვს და საზოგადოება დააკვირდება ასევე პირდაპირ ეთერში იმ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც აკვირდებოდა თვეების მანძილზე. 3 კილოგრამამდე მეთადონი ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. თბილისსა და აჭარაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე 4 პირია დაკავებული. მეთადონთან ერთად ამოღებულია 32 შეკვრა სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 სექტემბერს თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები 3 კილოგრამამდე მეთადონი 32 შეკვრა სარეალიზაციო დაფასოებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს. დაკავებულია 4 პირი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქე 1985 წელს დაბადებული აა და წარსულში ნასამართლევის საქართველოს მოქალაქეები 1992 წელს დაბადებული თნ 1991 წელს დაბადებული გძ და 1991 წელს დაბადებული ბმ დანაშაულები 20 წლამდე ან და უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. დაკავებულია პირი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეთა შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. უწყების ინფორმაციით დაკავებული 62 წლის მამაკაცია. უწყების ცნობით იარაღი მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე პატიმრებას ითვალისწინებს. დედაქალაქის მიერ მაისანში აწყურის ახლად რეაბილიტირებული ქუჩა გახსნა. სამუშაოები ლეხ კაჩინსკის კვეთიდან ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე ჩატარდა. სამუშაოებს კახაკალაძე მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაესწრო. პროექტის ფარგლებში სულად განახლდა მიწისქვეშა და მიწის ზედა კომუნიკაციები. მოეწყო ტროტუარი, დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა ზოლები და მოეწყო გადასასვლელები. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6,5 მილიონი ლარით დაფინანსდა. და ზუსტად მშვიდობას მოაქვს აი ასეთი პროექტი. მოწესრიგებული საზოგადოების პროექტის ფარგლებში ასევე ახალი განათების ბოძები მოეწყო თავისი ლედსანათებით, ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერში იყო, მიწისქვემოთ კაბელარხებში ჩავიტანეთ, ასევე დამონტაჟდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის მიწისქვეშა ურნები, გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდა, ეზოებში შესასვლელები მთლიანად იქნა მოწესრიგებული და ძალიან მიხარია, რომ თანამედროვე ტიპის ახალი დიზაინის ქუჩა შეემატა ჩვენს დედაქალაქს. აღნიშნულ ქუჩაზე საერთოდ არ არსებობდა ტროტუარები, შესაბამისად ქვეითებს უწევდათ მანქანებთან ერთად სიარული, არ იყო უსაფრთხო გადაადგილება ბავშვებისთვის და ფეხით მოსიარულეთათვის, მათ შორის როგორც ხედავთ მოწესრიგდა საპარკინგე სივრცეები, მათ შორის გაიზარდა რაოდენობა, დაახლოებით 40 საპარკინგე სივრცე იყო, ეხლა გვექნება 100-მდე პარკირების ადგილი, რაც შეეხება საგზაო მოძრაობის მიმართულებები დარჩა უცვლელი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა კაჩინსკის ქუჩიდან ჩაჩავას ქუჩის მონაკვეთს, ეს არის 700 მეტრიანი მონაკვეთი. სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიხაზა ტროტუარები, მოწესრიგდა სანიერული სისტემა, რომელიც არ არსებობდა, ახალი გავაკეთეთ და როგორც ყველანაირი კომუნიკაცია, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა შეცვლილია. 2025 წლის მეორე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12,5%-ით გაიზარდა და 60 მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. იზრდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 23,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც შარშანდელზე 13%-ით მეტია. უყურებთ კურიერს 6 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. საჯარო სექტორში სტაჟირების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება. პროცესი 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შემდეგ ეტაპზე დაიწყება განაცხადების განხილვა, შერჩევა კი 1 ოქტომბერს დასრულდება. პროცესში ჩართულია სპეციალური კომისია. საჯარო სექტორში დასაქმებისთვის ათასობით სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაცია უკვე გაიარა. ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეკუთვნის. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, დაამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მომსახურების სააგენტო, სასაზღვრო პოლიცია, მოქალაქეებს კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფში ეძლევათ. რისთვისაც აუცილებელი პირობა სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების წარმატებით გავლაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურადაა ჩართული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში. ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმდნენ უწყებაში. გასულ წელსაც ძალიან დიდი იყო დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან, რომელთა ნაწილიც წარმატებით აგრძელებს სამსახურს ჩვენ რიგებში. თავდაცვა, უსაფრთხოება, ლოგისტიკა, სტატისტიკა ეს მიმართულებების ნაწილია, სადაც ახალი კადრების მიღება იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ჯამში 400-ზე მეტი სტაჟირების ადგილი გამოცხადდა. პროგრამა გასულ წელსაც მუშაობდა და არაერთი ახალგაზრდა უკვე დასაქმდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, აქტიურად იყვნენ ჩართულები საპოლიციო ღონისძიებებში. ასევე სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში შემოუერთდნენ ჩვენს რიგებს. სტაჟირების გავლის მსურველებს რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. მთავარი მოთხოვნაა სახელმწიფო ენის ცოდნა. აპლიკანტების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება იქცევა აკადემიურ მოსწრებას. დეტალური ინფორმაცია სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზეა ხელმისაწვდომი. მარიამ ბიბილაშვილი ერთ-ერთია, ვინც ყველა პირობა გასულ წელს წარმატებით დააკმაყოფილა და ახლა უკვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია. გავიარე სტაჟირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფსიქოლოგიური სერვისების სამსახურში, ფსიქოლოგის პოზიციაზე. 2025 წლიდან დავიწყე ამავე პოზიციაზე მუშაობა. ვფიქრობ, ეს სტაჟირებები კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რომ გამოცადონ საკუთარი თავი იმ სფეროში, რომელიც მათ აინტერესებთ და დააგროვონ გამოცდილება. პროგრამა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ამოქმედდა. მთავარი მიზანი კი მოქალაქეებისთვის გამოცდილების მიღება და საჯარო სექტორში ახალი კადრების დამატებაა. ფინანსები, დიზაინი, ექსპერტიზა, ტურიზმი, ასევე იმ მიმართულებების ნაწილია, რაზეც 3000-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. საქართველოს განათლების სამინისტროს კოლეჯ სპექტსა და დურგოლთა სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს ახალი სასწავლო საწარმოს მოწყობას და პროფესიული პროგრამის განხორციელებას. სადურგლო სკოლას სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცა კოლეჯ სპექტრის ბაზაზე არსებული შენობა, რომლის რეაბილიტაციასაც სამინისტრო უზრუნველყოფს. სამინისტრო 1.350.000-იანი ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ ავსტრიელი პარტნიორებისგან შეძენილი თანამედროვე სადურგლო დანადგარებით აღიჭურვოს ეს სივრცე და შესაბამისად ის დარგი, რომელიც ისტორიულად ქართულ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული, გამოვაცოცხლოთ და ძალიან ბევრ დაინტერესებულ ახალგაზრდა ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, რომ სადურგლო ხელოვნებას დაეუფლოს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტს მოეწერა ხელი. კერძო საჯარო პარტნიორობის მეორე დიდი პროექტი დაიწყო კოლეჯ სპექტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პროექტის მიმართულებით მომავალი წლის გაზაფხულში უკვე დაიწყება დურგლის ყველა მიმართულების პროგრამების განხორციელება, როგორც დუალური, ესევე მოდულარული, ესევე სხვა მიმართულების განხორციელება კოლეჯში. კოლეჯის სპექტრი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სანდო და ერთგული პარტნიორია. ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ ან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო და ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლოს კერძო და საჯარო სექტორმა და ამის მკაფიო გამოხატულებაა პროგრამა ისწავლე და დასაქმდი. ბინადრობის ნებართვის გაცემის ახალი წესი უცხოელებისთვის. მთავრობის დადგენილებით ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი $25,000-ზე ნაკლები არ არის. ახალი რეგულაციით საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები გაიცემა ვადით 6 თვიდან 3 წლამდე. საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის დროებით ბინადრობის მიღება მარტივდება, ნებართვის მოპოვების წესში ცვლილებებია. ცვლილებების მიხედვით 3 წლიან ბინადრობას მიიღებს მხოლოდ ის უცხოელი IT სპეციალისტი, რომლის წლიური შემოსავალი $25,000-ზე მეტია. ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქე ნებართვის მიღების შემდეგ ვალდებულია მინიმუმ 183 დღე საქართველოში იცხოვროს. ამ პერიოდში მას შესაძლებლობა ექნება 6 თვის განმავლობაში დისტანციურად იმუშაოს. ეს უფლება აქამდე უცხო ქვეყნის IT სპეციალისტებს არ ჰქონდათ.
აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს IT ბინადრობის მოწმობის შემოღებას სამწლიანი ვადით, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, რაც რა თქმა უნდა ხელშეგვიწყობს კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანიის მოზიდვაში, კიდევ უფრო მეტი მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური სამუშაო ადგილის შექმნაში. მთავრობის დადგენილება დროებით ბინადრობაზე ქვეყანაში IT ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ ნებართვის მიღების წესში ცვლილება IT-ს მიმართულებით კვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდას და საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას შეუწყობს ხელს. ჩვენი ანალიტიკური ჯგუფის მიერ იქნა გამოთვლილი, რომ აქამდე არსებული უცხოელი IT სპეციალისტები მათი შემოსავლის დაახლოებით 45%-ს ხარჯავს ჩვენ ქვეყანაში, რაც შემდგომი 5 წლიან პერსპექტივაში ნიშნავს დამატებით 30 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება საქართველოს ეკონომიკაში, სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე. საკანონმდებლო ცვლილებები დროული და მნიშვნელოვანია IT სპეციალისტებისთვის. ამბობენ, რომ ის მოთხოვნები, რაც მთავრობის დადგენილებით IT ბინადრობისთვის არის აუცილებელი, არა დამწყები, არამედ კვალიფიციური კადრების მოზიდვა შეუწყობს ხელს. პირველ რიგში ჩვენ შევინარჩუნებთ არსებულ ტალანტს, ხოლო მეორე რიგში ჩვენ მოვიზიდავთ უკვე მაღალი დონის კვალიფიციურ ტალანტებს, რომლებიც უკვე ადგილობრივ ტალანტებთან ერთად შეძლებენ მუშაობას და მათ ისინი აიმაღლებენ თქვათ კვალიფიკაციას საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად. მთავრობის დადგენილება ძალაში უკვე შევიდა. დავით ჯონღულაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარეში იმყოფება და სადაც სახელმწიფო პროგრამები დაფინანსებულ საწარმოებს ათვალიერებს და ფერმერებს ხვდება. მინისტრი ნატახტარში გაყინული პურფუნთუშეულის წარმოებას გაეცნო. დავით ჯონღულაშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ოფისებსაც ესტუმრა. მნიშვნელოვანი არის, რომ ადგილზევე ვნახოთ რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა ადგილზე გავეცროთ. ყველა იმ მოცემულობას, რომელიც როგორც რეგიონულ სამსახურების ჭირში, ასევე თვითონ სექტორთან მიმართებით არსებობს და გავაკეთოთ ოპერატიული რეაგირებები იმისთვის, რომ დარგი იყოს უფრო ძლიერი, დარგი იყოს უფრო განვითარებული. მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობა ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების. მოვინახულეთ კერძო სექტორში წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სადაც მათ ისარგებლეს სახელმწიფო კრედიტით, IAFI კრედიტით და ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები რეგიონისთვის. ჩვენთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ეს არ არის მარტივი ბიზნესი. ბაზარი მუდმივად ცვალებადია. ამიტომ სტაბილურობისთვის სახელმწიფოს ჩართულობა გადამწყვეტია. ჩვენ მივიღეთ მრავალმხრივი დახმარება, მათ შორის აგროკრედიტის ფარგლებში. იმ პერიოდში ეს მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. დღესაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას სახელმწიფოსთან და მუდმივად ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას, რაც ბიზნესის განვითარებისთვის კრიტიკულია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს ჩვენი გუნდის მეტოქე კი ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში დინამო არენაზე გაიმართება. დღეს ნაკრების მთავარმწვრთნელმა ვილი სანიელმა მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა. ძალიან ცოტა დრო გვაქვს გუნდის მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, მეტი დრო რომ გქონდეს, შეგვეძლებოდა სხვადასხვა საკითხზე მუშაობა, განსაკუთრებით ტაქტიკაზე, რომელიც ყოველთვის რთულია ასეთი შეზღუდული მომზადების პირობებში. თითოეულ მატჩს თავისი ისტორია აქვს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი ისტორია საქართველოსთვის განსაკუთრებული იყოს. ვფიქრობ, ხვალინდელი თამაშით უფრო მეტი გამოცდილებით ვითამაშებთ, უფრო მეტი რწმენით, უფრო მეტი თავდაჯერებით. და ვითამაშებთ საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივართან ერთად, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ქულები ავიღოთ ხვალინდელ თამაშში. ეს არის ჩვენი მიზანი. და გამოშვების ბოლოს ეთერს დაუთმობთ სტუმარს პირდაპირ ეთერში ჩაგორთება ჩუღურეთის რაიონში საკრებულოს საერობის მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ ჩიკვილაძე.